ირმა კურტანიძეს იგივე ხატია წერეთელს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე დაკავებული მომღერალი დუმილის უფლებით სარგებლობს. სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე ჯერ არ უსჯელია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ იგივე ბრალდებით სამეგრელოსა და თბილისში გუშინ ჯამში 12 პირი დააკავა. 4 ბავშვი 15 დაღუპულს შორის მაშველები კიევში რუსი ოკუპანტების მიერ დაბომბილი შენობების ნანგრევებიდან ადამიანების ამოყვანას აგრძელებენ. კიევზე რუსეთის საჰაერო შეტევის შედეგად ბრიტანეთის საბჭოს შენობა და უკრაინაში ევროკავშირის მისიის წარმომადგენლობის ოფისიც დაზიანდა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი წერს, რომ დიპლომატიურ უწყებებზე თავდასხმა ვენის კონვენციის დარღვევაა. ანდრი სიბიჰა საერთაშორისო პარტნიორებს რეაგირებისკენ მოუწოდებს. უნგრეთი ნავთობსადენ დრუჟბას დაზიანებაზე პასუხისმგებელ პირებს ქვეყანაში და შენგენის ზონაში შესვლას აუკრძალავს. ამის შესახებ ქვეყნის პირველმა დიპლომატმა დაწერა. პიტერ სიარტოს ცოტა ხნის წინ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა. პიტერ თუ რუსული მილსადენი თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე დღეს დილით რუსეთის მიერ მოკლული უკრაინელი ბავშვები, ეს არის მორალური დაცემა. უნგრეთი ისტორიის არასწორ მხარესაა, დაწერა ანდრეი სიბიჰამ. უკრაინელებმა აზოვის ზღვაში რუსული მცირე ზომის სარაკეტო ხომალდი კამიკაძე დრონებით დააზიანეს. ინფორმაციას უკრაინის სამხედრო დაზვერვა ავრცელებს. ოკუპანტების გემი ფრთოსანი რაკეტებით იყო აღჭურვილი.